რეკლამა ჩანს ისეთი ხარჯი, რომელიც ძალიან ხშირად გვეჩვენება რომ არის ზედმეტი და უბრალოდ ელემენტარულად ვცდილობთ რომ რეკლამა არ გავაკეთოთ და მივახციოთ წარმატებას რეკლამის გარეშე. ეს იგივეა რომ ვიცხოვროთ ჯანგბადის გარეშე, როგორც აღარ აღვნიშნეთ. ამიტომ იმისათვის რომ დავწუნდეთ რომ რამდენად ეფექტური და მნიშვნელოვანია რეკლამა ჩვენ საქმიანობაში, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ, უნდა ვცადოთ. უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი. ამისთვის, რა თქმა უნდა, გვჭირდება ესეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენ ჩავთვლით, რომ თავისი, ვთქვათ, შინაარსით და ფასით არის ჩვენთვის მისაღები. ძირითადი მიზანი, ასე ვთქვათ, პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, არის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და შემდეგ, რა თქმა უნდა, გაფართოება სარეკლამო ბაზრის და ახალი მოთამაშეების გამოჩენა თქვენი სახით, ასე ვთქვათ, სარეკლამო მიმართულებაზე, რაც კვლავაც აღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბიზნესის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, თვითონ მედიის განვითარებისთვის, იმიტომ რომ მოგესალმებათ, რომ მედიის დაფინანსებისთვის ასევე რეკლამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მივესალმები ნამდვილად ესეთი ინიციატივა რომ შეიქმნა, რომ უფრო რაღაც ეკონომიური პაკეტი და კონკრეტულად ინტეგრირებული იმედია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არაეფექტური იქნება, პირიქით შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს, მაგრამ თუ იქნება სწორი დაგეგმარება და სწორი არხები გამოყენებული, პირველ რიგში უნდა მოხდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და თვითდამკვიდრება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო უკვე შემდეგ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ერთ კომპანიას წარუდგენთ მომხმარებელს, ჩვენს მსმენელს და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ყავს კომპეტენტური სტუმარი, რომელიც კონკრეტულ მეწარმეს, კონკრეტულ საწარმოს კომპანიას აძლევს კომპეტენტურ რჩევებს სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბაზარზე, ზოგადად აი მარკეტინგული კონსულტაციები ძირითადად, ასევე რა პრეტენზიები შეიძლება მომხმარებელს ჰქონდეს. ჩვენ გადაცემის პროცესში ჰქონდა შემთხვევები, რომ წერდნენ კონკრეტულ შეკითხვებს კონკრეტულ საწარმოსთან დაკავშირებით და მთავარი გამოიკვეთა ის, რომ არის კომპანიები, რომლებიც პროდუქტით გახდა პოპულარული, თუმცა ჩვენ მათი ბრენდის შესახებ არაფერი არ ვიცით. ეს რა თქმა უნდა კომპანიის პლუსია, თუმცა გადაცემა სწორედ ამას აკეთებს, რომ ჩვენ ბრენდის პოზიციონირებას მოვახდინოთ ბაზარზე და ასევე დავეხმაროთ სწორედ პოზიციონირებაში და მოვახდინოთ პოპულარიზაცია ამ კონკრეტული საწარმოსი თუ კომპანიის. მთავარი შემსყიდველი ანუ ბაზარზე არის მცირე და საშუალო ბიზნესი და დასაქმებული ადამიანები. ანუ თუ ეს სფერო განვითარდება, ქვეყანა რას მიიღებს? პირველ რიგში თვით დასაქმებას, დაქირავებლების მატებას და ეს პირველ რიგში აკეთებს რას, რომ ბაზარზე ხდება მოხმარების მატება. ჩემ მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შემდგომ ჩემი ვთქვათ, ბრუნვა საშუალოდ სადღაც 20%-ით მაინც გაიზარდა. ჩვენი ერთ-ერთი კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის კომპანიები ან არ ეწევიან სარეკლამო ხარჯებს, ან თუ ეწევიან დაუგეგმავად და ქაოტურად და პალიტრა ჰოლდინგმა გადაწყვიტა აი ამ ყველაფრის შედარებით მოწესრიგება, ინფორმაციის მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომ მათ იცოდნენ, რა სარეკლამო შესაძლებლობები აქვთ, რა ეფექტი შეიძლიათ მიაღწიონ და იმისათვის რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო მისაღები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანიები ხშირად არიან მცირე ბიუჯეტიანი, გადაწყდა მცირე ფასიანი პაკეტის წინადადების შექმნა, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი, საინტერესო და კომპანიას ექნებოდა საშუალება, რომ მიღებული გამოცდილებიდან შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება გაეგრძელებინა თუ არა სარეკლამო აქტივობა. ჩვენთვის იყო საკმაოდ მოულოდნელი შემოთავაზება იმდანაც რამდენადაც სარეკლამო ფასი იყო ძალიან დაბალი. იმის მერე რაც ჩვენი ვიდეო რგოლი, Label Medical-ის ვიდეო რგოლი განთავსდა პალიტრა მედიის საიტზე, ინტერნეტ საიტზე, იმის მერე ჩვენი მომხმარებელთა რიცხვი არა მარტო გაიზარდა, არამედ დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი.